ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეას განცხადება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქართველი კოლეგა შეხვდა. დღესვე ჰააგაში მყოფი მაია ფანჯიკიძე თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. თამთა ჯანაძე განაგრძობს ახლა საუბარს ჰააგიდან. ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფო საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა ქართულ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მაია ფანჯიკიძემ უცხოელი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ ჰოლანდია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აუცილებლად დაეხმარება. გარდა ამისა, ნიდერლანდების სამეფო საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და ქვეყანაში არსებული ვითარება მას ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველს აძლევს. Well, we had a good and frank discussion. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, მტკიცედ წამს რომ არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან უნდა გაძლიერდეს დისკუსია ნატოს თემატიკაზე საბოლოო ჯამში. საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა ევროპული ქვეყნები აკეთებენ. What we discussed is საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გარდა მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრსაც, რომელთანაც ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაშიც. ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელი რჩება. ნიდერლანდები არის საქართველოს ძალიან საიმედო პარტნიორი, რომელიც ხელს შეუწყობს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ეს იყო მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა ლაპარაკი. გარდა ამისა, შევეხეთ, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, მაგრამ მრავალმხრივსაც და განსაკუთრებით დაინტერესდა ჩემი ნიდერლანდელი კოლეგა რუსეთთან ურთიერთობის საკითხით, რომელზედაც მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. დღესვე შეხვედრა გაიმართა კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სადაც უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალურად განიხილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივები.